წარმოიდგინეთ, რომ ხართ ადამიანი, რომელმაც იცის ყველაფერი სტალინის შესახებ, ყოველი საოჯახო საიდუმლო, ყოველი ღამის კოშმარი, ყოველი ცრემლი, რომელიც დაიღვარა კრემლის კედლებს უკან. ახლა წარმოიდგინეთ, რომ ეს ადამიანი თავად სტალინის ქალიშვილია და ის გადაწყვეტს ყველაფრის გახმაურებას მთელი მსოფლიოს წინაშე. 1966 წელს სვეტლანა ალილუევა გადაკვეთს საბჭოთა კავშირის საზღვარს, ელჩის ქვეყანაში მიდის და არასოდეს ბრუნდება უკან. მან თან წაიღო საიდუმლოებები, რომლებსაც კრემლი 10 წლეულების განმავლობაში მალავდა, სტალინის ყოველდღიური ცხოვრების დეტალები, საოჯახო დრამები, პირადი წერილები, საშინელი ჭეშმარიტება მამისა და ქალიშვილის ურთიერთობის შესახებ. რატომ გაიქცა დიქტატორის ქალიშვილი საკუთარი ქვეყნიდან? რა ინახებოდა იმ საიდუმლო დოკუმენტებში, რომლებიც იგი თან წაიღო? და ყველაზე მთავარი, რა თქვა მან ამერიკაში? რამაც შეძრა მთელი მსოფლიო? სტალინის კერძო საცხოვრისში ჰაერი ყოველთვის სქელი იყო შიშისგან. დაცვის მუშაკები ამბობდნენ, რომ თუნდაც ოჯახის წევრები არ იცოდნენ, როდის შევიდოდა დიქტატორი ოთახში და რას იტყოდა. სვეტლანა ალილუევა იზრდებოდა სამყაროში, სადაც ყველა სიტყვას წონა ჰქონდა, ყველა მოძრაობას შედეგები და ყველა ემოციას პოლიტიკური ფერი. ის დაიბადა 1926 წლის თებერვალში, მოსკოვში, როდესაც მისი მამა ჯერ კიდევ იბრძოდა ხელისუფლებისთვის. პატარა გოგონა იყო, რომელიც თავის მამაში ხედავდა უბრალოდ მამას, არა მმართველს, რომელიც 10 მილიონ ადამიანს აკონტროლებდა. მაგრამ ეს არ იყო ჩვეულებრივი ბავშვობა და არა ჩვეულებრივი მამა. კრემლის საცხოვრებელი კორპუსები დღეღამ დაცული იყო. სვეტლანასა და მის ძმას ვასილის ჰყავდათ კერძო პედაგოგები, კერძო ექიმები და კერძო დაცვა. ისინი თამაშობდნენ იმ ეზოებში, სადაც სხვა ბავშვები ვერასოდეს შევიდოდნენ. ისინი კითხულობდნენ წიგნებს, რომლებსაც თავად სტალინი ირჩევდა. მათი ყოველი ნაბიჯი, ყოველი სიტყვა, ყოველი მეგობარი კონტროლდებოდა. სვეტლანა იხსენებდა, რომ მამა მოითხოვდა მას დილით ადრე აღდგომას და საღამოობით ადრე დაძინებას. ის ამბობდა, რომ სტალინი მკაცრად აკონტროლებდა, რა სჭამდა, რა ტანსაცმელს იცვამდა და ვისთან ესაუბრებოდა. დიქტატორი თავის ქალიშვილს უწოდებდა ჩემო პატარა სიმღერა, მაგრამ ეს სიყვარული იყო დამახინჯებული, გამჭოლი და სახიფათო. რაღაც მოხდა 1927 წელს, რაც სვეტლანას ცხოვრებას სამუდამოდ შეცვლიდა. მისი დედა ნადეჟდა ალილუევა გარდაიცვალა უცნაურ გარემოებებში. ოფიციალური ვერსია ამბობდა, რომ ეს იყო აპენდიციტი, მაგრამ კრემლის კედლებს უკან სხვა ამბები ტრიალებდა. სვეტლანა მხოლოდ 6 წლის იყო, როდესაც დაკარგა დედა. წლების შემდეგ, როდესაც გაიზარდა, იგი შეიტყობდა რეალურ ვერსიებს იმის შესახებ, რა მოხდა იმ საშინელ ღამეს. დედამ თვითმკვლელობას სცადა ჩხუბის შემდეგ თავად სტალინთან. ეს იყო საიდუმლო, რომელიც ოფიციალურ საბჭოთა ისტორიაში არასოდეს აღინიშნა, მაგრამ ოჯახის წევრები და უახლოესი თანამშრომლები იცოდნენ ჭეშმარიტება. პატარა სვეტლანა არ ესმოდა, რატომ აღარ ჰყავდა დედა, რატომ აღარ ელაპარაკებოდა მამა ამ თემაზე და რატომ მალავდნენ ყველანი რაღაცას. დედის გარდაცვალების შემდეგ სტალინი გახდა კიდევ უფრო ცივი და დისტანცირებული. სვეტლანა იხსენებდა, რომ მამა თითქმის აღარასოდეს მოკრძალებულად ექცეოდა მას. ის იყო დაკავებული ხელისუფლებით, რეპრესიებით, დიდი წმენდით, რომელიც იწყებოდა 1938 წელს. სახლში სტალინი იყო ჩაფიქრებული, ფრთხილი, ხშირად გაბრაზებული. გოგონა ზრდიდა ვასილის ძმა და სხვა ნათესავები, მაგრამ მამის სითბოს ნაკლებობას ვერაფერი აძლევდა. იგი ეძებდა მის ყურადღებას, ეძებდა იმ სიყვარულს, რომელსაც მხოლოდ მამას შეეძლო მიეცა, მაგრამ მიიღებდა მხოლოდ გაბრაზებულ შეხედვებს და მოკლე ფრაზებს. როგორ გაიზარდა ადამიანი, რომელსაც დედა დაკარგა 6 წელს და მამა, ემოციურად 12-ს. 1924 წელს, როდესაც სვეტლანა 18 წლის იყო, მოხდა რაღაც, რამაც მის ცხოვრებას სრულიად შეცვალა. იგი შეუყვარდა. არა უბრალოდ ვინმეს, არამედ ალექსეი კაპლერს, ცნობილ სცენარისტსა და რეჟისორს, რომელიც 40 წლის იყო. ეს იყო სიყვარული, რომელიც დიქტატორის ქალიშვილს არ უნდა ჰქონოდა. კაპლერი იყო ინტელექტუალი, ყოფილი ფრონტის მებრძოლი, ნიჭიერი ადამიანი, რომელსაც ჰქონდა ცოლი და წარსული. მაგრამ სვეტლანა იყო 15 წლის გოგონა, რომელსაც სჭირდებოდა სიყვარული, ყურადღება და გაგება. კაპლერი მას უკითხავდა პოეზიას, უსაუბრებდა ხელოვნებაზე, თეატრზე, ცხოვრებაზე, ყველაფერზე, რაზეც კრემლის კედლებში არასოდეს საუბრობდნენ. ის იყო ჟანგბადი მოსფერილ სამყაროში. ეს იყო პირველი სიყვარული და იგი იყო აფეთქებითი. სვეტლანა კაპლერთან ხვდებოდა საიდუმლოდ. ისინი დადიოდნენ მოსკოვის ქუჩებში, სადაც არავინ იცნობდა მათ, დადიოდნენ პარკებში. დადიოდნენ თეატრებში.
გოგონა გრძნობდა თავს პირველად ცოცხლად. იგი იყო არა სტალინის ქალიშვილი, არამედ უბრალოდ სვეტლანა, გოგონა, რომელსაც შეეძლო გრძნობების გამოხატვა, აზრების გამოთქმა, სიზმრების ხილვა. კაპლერი უძღვებოდა მას ლიტერატურაში, მუსიკაში, ფილოსოფიაში. მაგრამ ამ სიყვარულს არ შეეძლო დაფარულად დარჩენა. სტალინის უსაფრთხოების სამსახურმა იცოდა ყველაფერი თავად პირველი შეხვედრის მომენტიდან. ისინი აკვირდებოდნენ, აფიქსირებდნენ, ატარებდნენ ანგარიშებს. როდესაც სტალინმა შეიტყო, რომ მისი ქალიშვილი ხვდება 40 წლის კაცს, ის გაბრაზდა ისე, როგორც ძალიან იშვიათად ოჯახურ საკითხებზე. რას იფიქრა დიქტატორმა, რომელიც აკონტროლებდა 200 მილიონი ადამიანის ცხოვრებას, როდესაც მისმა ქალიშვილმა არ დაუმორჩილა მას ყველაზე პირად საკითხში? 1953 წლის მარტში ალექსეი კაპლერი დააპატიმრეს. ოფიციალური ბრალდება ჟღერდა ღალატის შესახებ. მაგრამ ყველამ იცოდა რეალური მიზეზი, იგი გაბედა სტალინის ქალიშვილის შეყვარება. მას მიუსაჯეს 5 წელი შრომითი ბანაკი ვორკუტაში, ყველაზე უკიდურეს ჩრდილოეთში, სადაც ტემპერატურა ზამთარში ვარდებოდა -55 გრადუსამდე. სვეტლანა მაშინ 18 წლის იყო და მთელი მისი სამყაროს ჩამოშლილიყო. იგი ტიროდა, ღრიალობდა, ითხოვდა მამას, მაგრამ სტალინი იყო მტკიცე. იგი უთხრა ქალიშვილს, ეს კაცი იყო ავანტიურისტი, რომელმაც გამოიყენა შენი პოზიცია. სვეტლანა არ სჯეროდა. იგი მარტო წერდა წერილებს კაპლერს, რომლებსაც საფოსტო არასოდეს აგზავნიდა. იგი ინახავდა მის ფოტოს, წერილებს, ყველაფერს, რაც შეეხებოდა იმ მოკლე პერიოდს, როდესაც იყო ბედნიერი. მაგრამ მამა მას აკრძალავდა კაპლერის სახელის კიდეც წარმოთქმას. რატომ დიქტატორი, რომელიც არ ერიდებოდა მილიონების დასჯას, ვერ შეეწია საკუთარი ქალიშვილის ბედნიერების დანახვას? სტალინი ცდილობდა სვეტლანას ყურადღების გადატანას სხვა მიმართულებით. მან მოაწყო მისთვის ცნობილი საბჭოთა მოღვაწეების ბიჭების გაცნობა, მან ცდილობდა კონტროლი მოეხდინა მის მეგობრებზე, სკოლაზე, ცხოვრებაზე. მაგრამ რაღაც უკვე გატყდა. სვეტლანა ხედავდა მამას ახალი თვალებით, არა როგორც დიდ ლიდერს, არამედ როგორც ადამიანს, რომელმაც გაანადგურა მისი პირველი სიყვარული. იგი ხედავდა მის სიმკაცრეს, მის სიცივეს, მის უნარს განადგურდეს ადამიანები უბრალო გადაწყვეტილებით. ის ხედავდა, რომ კრემლის კედლებს უკან არ არსებობდა სიყვარული, სითბო და გაგება, მხოლოდ ძალაუფლება, კონტროლი და შიში. კაპლერის დაპატიმრების შემდეგ სვეტლანა გახდა უფრო დახურული, უფრო ხელიდან გაშვებული, უფრო შორი მამისგან. ის განაგრძობდა სიარულს საუნივერსიტეტო გზით, მაგრამ შიგნით რაღაც მომაკვდინებელი იყო მისში. როგორ იცხოვრა გოგონა, რომელსაც უყვარდა ორი ადამიანი, მამა და შეყვარებული, და ამ ორს შორის არჩევანი არასოდეს უნდა გაეკეთებინა. 1945 წელს სვეტლანა დამთავრებდა მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტს. იგი შეირჩია ისტორიისა და ფილოსოფიის ფაკულტეტი, თუმცა მამა მოითხოვდა, რომ ეწვია ბუნებისმეტყველო მეცნიერებებს. სტალინს სურდა, რომ მის ქალიშვილს ჰქონოდა სერიოზული განათლება, არა რაღაც აბსტრაქტული ფილოსოფია. მაგრამ სვეტლანამ პირველად თქვა არა მამის მოთხოვნას. ის შევიდა ფილოლოგიის ფაკულტეტზე და იწყებს სწავლას რუსულ ლიტერატურაში. იგი კითხულობს დოსტოევსკის, ტოლსტოის, პუშკინს, ყველა იმ ავტორს, რომლებიც საუბრობენ ადამიანის სულზე, სიყვარულზე, თავისუფლებაზე. უნივერსიტეტში მას მეგობრები ჰყავს, რომლებიც არ უშიშან მისი გვარი. ისინი საუბრობენ ხელოვნებაზე, პოლიტიკაზე, ცხოვრებაზე. მაგრამ სვეტლანა კვლავ გრძნობს თავს იზოლირებულად, იგი არის სტალინის ქალიშვილი და ეს პოზიცია მას ჩრდილს უყრის ყველგან. სადაც არ უნდა წავიდეს. ომის დროს სვეტლანა მუშაობდა კრემლის თარგმანად და კორექტორად. იგი ხედავდა მამას იშვიათად მხოლოდ მაშინ, როდესაც სტალინი ხვდებოდა ოჯახს მოკლე შეხვედრებისთვის. დიქტატორი იყო მთლიანად ჩაფლული ომში, სტრატეგიაში, გადაწყვეტილებებში, რომლებიც განსაზღვრავდა მილიონების ბედს. სვეტლანა ხედავდა, რომ მამას აღარ სჭირდებოდა ის იმ გაგებით, როგორც ბავშვობაში. იგი იყო უკვე ზრდასრული ქალი, რომელსაც საკუთარი აზრები ჰქონდა, საკუთარი სურვილები. მაგრამ სტალინისთვის იგი რჩებოდა მის პატარა სიმღერად, პატარა გოგონად, რომელიც უნდა დაემორჩილებოდა. როდესაც ომი დამთავრდა და სტალინი დაბრუნდა რუტინულ საქმეებში, სვეტლანა გრძნობდა, რომ დრო სწრაფად გადიოდა და მას უნდა გადაწყვეტილება მიეღო, რა იქნებოდა მისი ცხოვრება. შეეძლო კი მას ოდესმე გათავისუფლება მამის ჩრდილისგან. 1946 წელს სვეტლანა შეხვდა გრიგორი მორაზოვს, ებრაელ სტუდენტს, რომელიც სწავლობდა მოსკოვის უნივერსიტეტში. ისინი შეუყვარდნენ ერთმანეთს სწრაფად და ინტენსიურად. გრიგორი იყო ნიჭიერი, გულთბილი და გაგებული.
იგი ხედავდა სვეტლანას როგორც უბრალო გოგონას, არა როგორც სტალინის ქალიშვილს. ისინი გეგმავდნენ ქორწინებას. მაგრამ როდესაც სვეტლანამ უთხრა მამას, რომ ის უყვარდა ებრაელი ბიჭი, სტალინმა კატეგორიულად უარი თქვა კურთხევაზე. იგი უწოდა გრიგორს სიონისტად უცხოელად ადამიანად, რომელიც გამოიყენებდა მის ქალიშვილს პოლიტიკური მიზნებისთვის. სვეტლანა კვლავ ებრძოდა, კვლავ ითხოვდა, მაგრამ სტალინი არ იშლებოდა. ამჯერად სვეტლანამ მიიღო გადაწყვეტილება, რომელიც შეცვლიდა ყველაფერს, იგი დაქორწინდა გრიგორი მორაზოვზე მამის თანხმობის გარეშე. როგორ დაბედა დიქტატორის ქალიშვილმა გაეთხოვა იმისთვის, ვისაც მამა არ ეთანხმებოდა? ქორწინება მორაზოვთან გაგრძელდა მხოლოდ 2 წელს. იყო ზეწოლა კრემლიდან, იყო დაძაბულობა, იყო შიში. გრიგორის ოჯახს ემუქრებოდა რეპრესიები. სვეტლანას ზედმეტ გამოკითხვას აკეთებდნენ. ატმოსფერო იყო მომწამლავი. 1948 წელს ისინი განქორწინდნენ, თუმცა სვეტლანამ ბიჭი იოსები ჰყავდა. სტალინმა შეიტყო შვილიშვილის შესახებ, მაგრამ არასოდეს ნახა იგი, არასოდეს საუბრობდა მასზე. იგი უარს ამბობდა იმის აღიარებაზე, რომ მისი შვილიშვილი იყო ნახევრად ებრაელი. სვეტლანა გრძნობდა თავს იზოლირებულად. იგი იყო განქორწინებული ახალგაზრდა დედა, რომელსაც არ ჰყავდა მამის მხარდაჭერა, არ ჰყავდა ნორმალური პირადი ცხოვრება და არ ჰყავდა პერსპექტივა. მან იცოდა, რომ ყველა მისი ნაბიჯი აკვირდებოდა, ყველა მისი სიტყვა აფიქსირდებოდა და ყველა მისი მეგობარი ამოწმებდა. როგორ იცხოვრა ადამიანი, რომელიც არის ერთდროულად პრივილეგირებული და პატიმარი საკუთარ სახლში? 1959 წელს სვეტლანა ხვდება იური ჟდანოვს, სხვა საბჭოთა ფუნქციონერის შვილს. სტალინი ამჯერად ეთანხმება ამ ქორწინებას. იური იყო სწორი წარმოშობის, სწორი გვარის, სწორი წრიდან. ისინი ქორწინდებიან და 1950 წელს სვეტლანას ბიჭი ეძადება, კატია. ეს იყო მეორე შვილი, მეორე შანსი ნორმალურ ოჯახურ ცხოვრებაზე. მაგრამ ეს ქორწინებაც არ გაძლებდა დიდხანს. სვეტლანა გრძნობდა, რომ ის არ ცხოვრობს ცხოვრებას, არამედ თამაშობს როლს, რომელსაც მას კრემლი აკისრებდა. იგი უნდა იყოს სწორი ცოლი, სწორი დედა, სწორი ქალიშვილი. მაგრამ შიგნით იგი გრძნობდა სიცარიელეს, გაბრაზებას, იმედგაცრუებას. ის იხსენებდა კაპლერს, მის პირველ სიყვარულს, იმ დროს, როდესაც გრძნობდა თავის ცოცხალს. ახლა იგი იყო უბრალოდ სტალინის ქალიშვილი, ფიგურა, რომელსაც იყენებდნენ პოლიტიკური მიზნებისთვის. როდის გადაწყვეტდა სვეტლანა, რომ საკმარისი იყო ამ როლის თამაში? 1952 წელს სტალინი დაავადდა. ოფიციალურად არაფერი არ აღნიშნულა, მაგრამ კრემლის კედლებში ყველა მიცოდა, რომ დიქტატორის ჯანმრთელობა სწრაფად გაუარესდა. სვეტლანა ხედავდა მამას იშვიათად და ყოველ შეხვედრაზე აღნიშნავდა, რომ ის გახდა უფრო სუსტი, უფრო გაბრაზებული, უფრო პარანოიდული. სტალინი ეჩვობდა ყველას, მის ექიმებს, მის თანამშრომლებს, თუნდაც ოჯახის წევრებს. მან იწყო ცნობილი ექიმთა საქმე, რეპრესიები იმ ექიმების წინააღმდეგ, რომლებიც მკურნალობდნენ საბჭოთა ელიტას. სვეტლანა ხედავდა, რომ მამა ეშინოდა შხამის, ეშინოდა მოკვლის, ეშინოდა ღალატის. იგი იზოლირებული იყო თავის დაჩაში კუნძეოში, სადაც ცხოვრობდა უმეტეს დროს. სვეტლანა აჰყვებოდა მას იმედით, რომ იპოვიდა რაიმე ღამის კავშირს, რაიმე მომენტს, როდესაც შეეძლებოდა რეალურად ესაუბრა მამას. მაგრამ ეს მომენტი არასოდეს მოვიდა. რა თქმა უნდა, სვეტლანამ უკვე იცოდა, მან დაკარგა მამა არა მაშინ, როდესაც ის გარდაიცვალა, არამედ ბევრი წლით ადრე. როდესაც სტალინმა არჩევანი გააკეთა ძალაუფლებასა და საკუთარ ოჯახს შორის, 1952 წლის მარტის მე-5 დღეს სტალინი გარდაიცვალა. სვეტლანა იყო მის გვერდით იმ საშინელ საათებში, როდესაც დიქტატორი იწვა უძრავად, უუნარო ილაპარაკოს ან გაეგო, რა ხდებოდა მის გარშემო. იგი იხსენებდა, რომ მამის სახე იყო დამახინჯებული, მისი თვალები ღია, მაგრამ ცარიელი. ოთახში იყვნენ პოლიტბიუროს წევრები, ექიმები, დაცვის მუშაკები, ყველანი ელოდნენ დასასრულს. სვეტლანა ჯდა კუთხეში და უყურებდა, როგორ კვდებოდა ადამიანი, რომელიც იყო მისი მამა, მაგრამ არასოდეს იყო რეალური მშობელი. იგი გრძნობდა უცნაურ ემოციათა ნარევს, სიმწარეს, შიშს, თუნდაც გარკვეულ შვებას. როდესაც სტალინმა ბოლოს უთქვა გამოიდო, სვეტლანა არ ტიროდა. იგი უბრალოდ ჯდა და აფიქრებდა, რა იქნებოდა ახლა მისი ცხოვრება. შეეძლო კი მას ოდესმე გათავისუფლება ამ მძიმე მემკვიდრეობისგან. და ყველაზე მთავარი, ვინ იყო რეალურად იოსებ სტალინი, არა როგორც დიქტატორი, არამედ როგორც მამა. სტალინის გარდაცვალების შემდეგ სვეტლანას ცხოვრება შეიცვალა, მაგრამ არა ისე, როგორც იგი იმედოვნებდა.
იგი კვლავ იყო სტალინის ქალიშვილი, მაგრამ ახლა ეს სტატუსი იყო კიდევ უფრო რთული. ხრუშჩოვის ეპოქაში, როდესაც იწყებოდა დესტალინიზაცია, სვეტლანა გრძნობდა თავს ორ ცეცხლს შორის. ერთი მხრივ საბჭოთა ხელისუფლება ცდილობდა დისტანცირებას სტალინის რეპრესიებისგან. მეორე მხრივ სვეტლანა იყო ცოცხალი შეხსენება იმ ეპოქისა. იგი მუშაობდა თარგმანად, ცხოვრობდა მოსკოვში, ზრდიდა ორ შვილს. მაგრამ შიგნით იგი გრძნობდა, რომ ეს არ იყო ის ცხოვრება, რომელიც მას სურდა. იგი კითხულობდა დასავლურ ლიტერატურას, რომელიც ფარულად შემოდიოდა საბჭოთა კავშირში. იგი ესმოდა, რომ არსებობდა სხვა სამყარო, სადაც ადამიანებს შეეძლოთ თავისუფლად ფიქრი, თავისუფლად საუბარი, თავისუფლად ცხოვრება. მაგრამ როგორ შეეძლო სტალინის ქალიშვილს ამ სამყაროში მოხვედრა? 1965 წელს სვეტლანა შეხვდა ბრაჯეშ სინგს, ინდოელ კომუნისტს, რომელიც ცხოვრობდა მოსკოვში. ბრაჯეში იყო ინტელექტუალი, ფილოსოფოსი, ადამიანი, რომელიც საუბრობდა სულიერებაზე, აღმოსავლურ ფილოსოფიაზე, ცხოვრების აზრზე. სვეტლანა შეუყვარდა მას სწრაფად და ღრმად. ეს არ იყო ახალგაზრდული გატაცება, როგორც კაპლერთან. ეს იყო მომწიფებული სიყვარული, დაფუძნებული გაგებაზე, პატივისცემაზე, საერთო ხედვებზე. ბრაჯეში ესაუბრებოდა მას ინდოეთზე, ინდუიზმზე, ბუდიზმზე, ყველაფერზე, რაც იყო შორს საბჭოთა იდეოლოგიისგან. სვეტლანა გრძნობდა, რომ ბოლოს იპოვა ადამიანი, რომელიც მას ხედავდა როგორც ადამიანს, არა როგორც სტალინის ქალიშვილს. ისინი გეგმავდნენ ქორწინებას, მაგრამ საბჭოთა ხელისუფლება კატეგორიულად უარს ამბობდა ამ კავშირზე. სტალინის ქალიშვილი არ შეეძლო დაქორწინებულიყო უცხოელზე, განსაკუთრებით ინდოელზე. ეს იყო პოლიტიკური სკანდალი, რომელიც კრემლს არ სჭირდებოდა. სვეტლანა კვლავ იბრძოდა. მაგრამ ამჯერად მან იცოდა, ეს იყო მისი ბოლო შანსი რეალურ ბედნიერებაზე. 1966 წლის ოქტომბერში ბრაჯეში სინგი გარდაიცვალა მოსკოვში. ოფიციალური მიზეზი იყო ფილტვის კიბო, მაგრამ სვეტლანა ეჩვობდა, რომ რაღაც სხვა მოხდა. ბრაჯეშის ოჯახი მოითხოვდა მისი ფერფლის დაბრუნებას ინდოეთში და სვეტლანამ გადაწყვიტა, რომ თავად წაიყვანდა მას. იგი მიმართა საბჭოთა ხელისუფლებას ნებართვით გასვლისთვის ინდოეთში. ეს იყო უპრეცედენტო თხოვნა, სტალინის ქალიშვილი არასოდეს არ ყოფილა საბჭოთა კავშირის გარეთ. კრემლი ყოყმანობდა, მსჯელობდა, ამოწმებდა. საბოლოოდ 1967 წლის დეკემბერში სვეტლანას მისცეს ნებართვა 3 თვის ვიზიტისთვის ინდოეთში. იგი გაფრინდა დელიში, თან ჰქონდა ბრაჯეშის ფერფლი და საიდუმლო გეგმა, რომელზეც არავინ იცოდა. ეს იყო მისი ბოლო შანსი გათავისუფლებაზე. მაგრამ რა ელოდა მას ინდოეთში? და რა იქნებოდა? თუ საბჭოთა ხელისუფლება გაიგებდა მის რეალურ განზრახვებს? ინდოეთში სვეტლანა ჩაატარა ბრაჯეშის დაკრძალვის ცერემონია და შემდეგ დარჩა დელიში. იგი ცხოვრობდა ბრაჯეშის ნათესავებთან, სწავლობდა ინდურ კულტურას, ფილოსოფიას, რელიგიას. პირველად თავის ცხოვრებაში იგი გრძნობდა თავს თავისუფლად. არავინ აკონტროლებდა მის ნაბიჯებს, არავინ უსმენდა მის საუბრებს, არავინ აფიქსირებდა მის აზრებს. მაგრამ საბჭოთა ელჩობა მოითხოვდა მის დაბრუნებას. ისინი აგზავნიდნენ წერილებს, ურეკავდნენ, ზეწოლას აკეთებდნენ. სვეტლანა იცოდა, რომ თუ დაბრუნდებოდა მოსკოვში, მისი ცხოვრება კვლავ იქნებოდა კონტროლირებული, შეზღუდული, მოსფერილი. იგი იცოდა, რომ მას ჰქონდა არჩევანი, დაბრუნება ან გაქცევა. 1967 წლის მარტში სვეტლანა მივიდა ამერიკის ელჩობაში დელიში და განაცხადა, რომ მას სურდა პოლიტიკური თავშესაფარი. ეს იყო გადაწყვეტილება, რომელმაც შეძრა მთელი მსოფლიო. სტალინის ქალიშვილი გაიქცა დასავლეთში. რატომ გააკეთა მან ეს? რა იყო ის საბოლოო წვეთი, რომელმაც აიძულა დიქტატორის ქალიშვილი მიეტოვებინა საკუთარი ქვეყანა? ამერიკის ელჩობაში სვეტლანამ განაცხადა, რომ მას აღარ სურდა დაბრუნება საბჭოთა კავშირში. იგი ამბობდა, რომ მთელი თავისი ცხოვრება იყო პატიმრობა, რომ მას არასოდეს ჰქონია რეალური თავისუფლება, რომ მას სურდა ცხოვრება როგორც ჩვეულებრივ ადამიანს. ამერიკელი დიპლომატები იყვნენ შოკში. ეს იყო უდიდესი პოლიტიკური დეფექტი ცივი ომის ისტორიაში. სტალინის ქალიშვილი, ადამიანი, რომელიც იცოდა ყველა საიდუმლო საბჭოთა ელიტის შესახებ, ადამიანი, რომელიც გაიზარდა კრემლის კედლებში, ადამიანი, რომელიც იყო ცოცხალი სიმბოლო საბჭოთა რეჟიმისა, ახლა ითხოვდა თავშესაფარს დასავლეთში. ამერიკის მთავრობამ სწრაფად მიიღო გადაწყვეტილება, სვეტლანას მიეცა პოლიტიკური თავშესაფარი. 1967 წლის აპრილში იგი ჩაფრინდა შვეიცარიაში. შემდეგ იტალიაში და საბოლოოდ ნიუ-იორკში.
როდესაც სვეტლანა ალილუევა გადმოვიდა თვითმფრინავიდან კენედის აეროპორტში, მას ელოდა ასობით ჟურნალისტი, ფოტოგრაფი, ტელეკამერა. მთელი მსოფლიო უყურებდა ქალს, რომელმაც გაბედა გაქცევა საკუთარი წარსულიდან. მაგრამ რა ელოდა მას ამერიკაში? შეეძლო კი მას რეალურად გათავისუფლება სტალინის ჩრდილისგან. ნიუ-იორკში სვეტლანას მიეცა დაცვა, ბინა, ფინანსური მხარდაჭერა. მაგრამ ყველაზე მთავარი, მას მიეცა თავისუფლება საუბრისა. იგი დაიწყო მუშაობა მემუარებზე, წიგნზე, რომელიც ეწოდებოდა 20 წერილი მეგობარს. ამ წიგნში სვეტლანა აღწერდა თავის ცხოვრებას კრემლში, ურთიერთობას მამასთან, საოჯახო დრამებს, პოლიტიკურ ინტრიგებს. იგი წერდა დეტალურად, ემოციურად, ღიად. პირველად თავის ცხოვრებაში მას შეეძლო თქმა ჭეშმარიტება მამის შესახებ, არა როგორც დიდი ლიდერის, არამედ როგორც ადამიანის, რომელიც იყო ცივი, მკაცრი, ხშირად სასტიკი. სვეტლანა წერდა დედის თვითმკვლელობის შესახებ, კაპლერის დაპატიმრების შესახებ, თავისი ქორწინებების შესახებ, რომლებიც ყოველთვის იყო კონტროლირებული კრემლის მიერ. წიგნი გამოვიდა 1968 წელს და გახდა მსოფლიო ბესტსელერი. მილიონები ადამიანი კითხულობდნენ სტალინის ქალიშვილის მოგონებებს. მაგრამ რა იყო ის, რაც სვეტლანამ არ დაწერა? რა საიდუმლოებები კვლავ რჩებოდა დაფარული? ამერიკაში სვეტლანა ცდილობდა ჩვეულებრივი ცხოვრების დაწყებას. იგი შეხვდა უილიამ პიტერს, არქიტექტორს და 1969 წელს მათ შეეძინათ ქორწინება. სვეტლანას ეშვა ქალიშვილი ოლგა. ეს იყო მისი მესამე შვილი და პირველი, რომელიც დაიბადა თავისუფლებაში. მაგრამ ეს ქორწინებაც არ გაძლებდა დიდხანს. სვეტლანა გრძნობდა, რომ იგი ვერ ერგებოდა ამერიკულ ცხოვრებას. იგი იყო ძალიან რუსი, ძალიან საბჭოთა, ძალიან დაკავშირებული თავის წარსულთან. იგი ნატრობდა რუსულ ენას, რუსულ კულტურას, რუსულ ლანდშაფტს. ამერიკაში იგი გრძნობდა თავს უცხოდ, იზოლირებულად, გაუგებლად. ჟურნალისტები მუდმივად ადევნებდნენ მას, ეძებდნენ სკანდალებს, ცდილობდნენ მისი პირადი ცხოვრების გახმაურებას. სვეტლანა იყო დაღლილი ყურადღებისგან, დაღლილი კითხვებისგან, დაღლილი იმისგან, რომ ყოველთვის იყო სტალინის ქალიშვილი. შეეძლო კი მას ოდესმე გათავისუფლება ამ იარლიკისგან. 1974 წელს სვეტლანა მიიღო გადაწყვეტილება, რომელმაც კვლავ შოკში ჩააგდო მსოფლიო, იგი დაბრუნდა საბჭოთა კავშირში. ეს იყო უცნაური, გაუგებარი ნაბიჯი. ქალი, რომელმაც გაიქცა საბჭოთა რეჟიმისგან, რომელმაც დაწერა წიგნი სტალინის რეპრესიების შესახებ, რომელმაც მიიღო ამერიკული მოქალაქეობა, ახლა ბრუნდებოდა მოსკოვში. რატომ? სვეტლანა ამბობდა, რომ მას ნატრობდა საკუთარი ქვეყანა, საკუთარი ენა, საკუთარი კულტურა. იგი ამბობდა, რომ ამერიკაში გრძნობდა თავს უცხოდ და რომ მას სურდა დაბრუნება სახლში. მაგრამ იყო თუ არა ეს რეალური მიზეზი? საბჭოთა ხელისუფლება მას შეხვდა როგორც დაბრუნებულ ქალიშვილს. მას მიეცა ბინა მოსკოვში, მას დაუბრუნეს საბჭოთა მოქალაქეობა. მაგრამ ცხოვრება საბჭოთა კავშირში აღარ იყო ისეთი, როგორც სვეტლანა იხსენებდა. იგი იყო იზოლირებული, კონტროლირებული, დაკვირვებული. გვაკვირდებოდა მის ყოველ ნაბიჯს. მას არ ჰქონდა თავისუფლება, რომელსაც ამერიკაში ჰქონდა. 2 წლის შემდეგ სვეტლანა კვლავ გაიქცა, ამჯერად ინგლისში. რა იყო ეს, შეცდომა თუ გამოცდა? და რა ეძებდა სვეტლანა ალილუევა რეალურად, ადგილს დედამიწაზე თუ მშვიდობას საკუთარ სულში? ინგლისიდან სვეტლანა გადავიდა ამერიკაში, შემდეგ კვლავ ევროპაში. იგი ცხოვრობდა სხვადასხვა ქვეყანაში, ცდილობდა იპოვა ადგილი, სადაც შეეძლებოდა მშვიდად ცხოვრება. მაგრამ ყველგან მას ადევნებდნენ ჟურნალისტები, ყველგან მას ეძებდნენ სკანდალებს. ყველგან მას უწოდებდნენ სტალინის ქალიშვილს. იგი წერდა წიგნებს, მუშაობდა თარგმანად, ცდილობდა ფინანსურად დამოუკიდებლად ცხოვრება. მაგრამ ფული, რომელიც მან მიიღო პირველი წიგნიდან, სწრაფად ამოიწურა. სვეტლანა ცხოვრობდა მოკრძალებულად, ხშირად მარტო, ხშირად დეპრესიაში. იგი ნატრობდა თავის შვილებს, რომლებიც დარჩნენ საბჭოთა კავშირში. იგი ნატრობდა თავის ძმას ვასილის, რომელიც გარდაიცვალა ალკოჰოლიზმისგან. იგი ნატრობდა თუნდაც იმ ცხოვრებას, რომელიც ჰქონდა კრემლში, მიუხედავად ყველა შეზღუდვისა, იქ იყო სტაბილურობა, იქ იყო ადგილი, სადაც იგი იცოდა, ვინ იყო. ახლა იგი იყო მიგრანტი, ლტოლვილი, ადამიანი უსახლკარო. როგორ მოხდა, რომ დიქტატორის ქალიშვილი, რომელსაც ჰქონდა ყველაფერი, დასრულდა ცხოვრება მარტოობაში და სიღარიბეში? 1991 წელს დაიშალა საბჭოთა კავშირი.
სვეტლანა უყურებდა ამ მოვლენებს ტელევიზორით, სადაც არ უნდა ყოფილიყო იმ მომენტში. იგი ხედავდა, როგორ ინგრეოდა იმპერია, რომელიც მის მამამ ააშენა. იგი ხედავდა, როგორ იხსნებოდა ხალხი რეპრესიებისგან, როგორ იხსნებოდა არქივები, როგორ ამჟღავნებდნენ სტალინის დანაშაულებს. სვეტლანა გრძნობდა უცნაურ ემოციებს. ერთი მხრივ იგი იყო მშვიდი, რომ ჭეშმარიტება ბოლოს გამოვიდა. მეორე მხრივ იგი გრძნობდა სირცხვილს, რომ იყო ამ ადამიანის ქალიშვილი. იგი იცოდა, რომ მილიონები ადამიანები იტანჯებოდნენ მისი მამის ბრძანებით. იგი იცოდა, რომ მისი პრივილეგირებული ბავშვობა იყო აშენებული სხვების ტანჯვაზე. როგორ იცხოვრა ადამიანი ამ ცოდნით? როგორ შეეძლო მას ოდესმე იპოვა მშვიდობა? ბოლო წლები სვეტლანა ცხოვრობდა ვისკონსინში, პატარა ქალაქ რიჩლენდ ცენტერში. იგი ცხოვრობდა მოკრძალებულ სახლში, თითქმის არ გამოდიოდა გარეთ, თითქმის არ ესაუბრებოდა ჟურნალისტებს. იგი იყო დაღლილი ყურადღებისგან, დაღლილი კითხვებისგან, დაღლილი იმისგან, რომ ყოველთვის იყო სტალინის ქალიშვილი. მეზობლები ამბობდნენ, რომ იგი იყო მარტოხელა ქალი, რომელიც კითხულობდა წიგნებს, ხატავდა, ზრუნავდა ბაღზე. ისინი არ იცოდნენ, რომ ეს ქალი იყო ადამიანი, რომელმაც იცოდა ყველა საიდუმლო ერთ-ერთი ყველაზე სასტიკი დიქტატორის შესახებ. ისინი არ იცოდნენ, რომ ეს ქალი იყო ადამიანი, რომელმაც გაიარა გზა კრემლის პალატებიდან ამერიკული პროვინციის მოკრძალებულ სახლამდე. 2011 წლის ნოემბრის 22 დღეს სვეტლანა ალილუევა გარდაიცვალა კოლონკიბოსგან. მას იყო 85 წელი. იგი გარდაიცვალა მარტო შორს თავისი ქვეყნისგან, შორს თავისი ოჯახისგან, შორს ყველაფრისგან, რაც იყო მისი ცხოვრების პირველ ნახევარში. მაგრამ რა დატოვა სვეტლანა ალილუევამ მსოფლიოს? რა იყო მისი რეალური მემკვიდრეობა? არქივებში, რომლებიც გაიხსნა საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, იპოვეს დოკუმენტები, რომლებიც ადასტურებდნენ სვეტლანას მოგონებებს. იყო წერილები, რომლებსაც სტალინი წერდა თავის ქალიშვილს. იყო ანგარიშები კგბ-ს აგენტებისგან, რომლებიც აკვირდებოდნენ სვეტლანას ყოველ ნაბიჯს. იყო მედიცინური ჩანაწერები, რომლებიც აჩვენებდნენ, რომ სტალინი რეალურად იყო ავად ბოლო წლებში. იყო დოკუმენტები ნადეჟდა ალილუევას გარდაცვალების შესახებ, რომლებიც ადასტურებდნენ, რომ ეს იყო თვითმკვლელობა, არა აპენდიციტი. იყო საქმეები ალექსეი კაპლერის შესახებ, რომელიც რეალურად იყო დაპატიმრებული მხოლოდ იმიტომ, რომ შეუყვარდა სტალინის ქალიშვილი. ყველა ეს დოკუმენტი ადასტურებდა, რომ სვეტლანა ალილუევა წერდა ჭეშმარიტებას. მაგრამ იყო თუ არა რაღაც, რაც იგი არ თქვა? იყო თუ არა საიდუმლოებები, რომლებიც კვლავ დარჩა დაფარული? ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო დოკუმენტი, რომელიც იპოვეს არქივებში, იყო სტალინის პირადი დღიური, რომელიც იგი აწარმოებდა ბოლო წლებში. ამ დღიურში სტალინი წერდა თავის შიშებზე, თავის ეჭვებზე, თავის ოჯახზე. ერთ-ერთ ჩანაწერში იგი წერდა, სვეტლანა არის ერთადერთი ადამიანი, რომელიც მე მიყვარს, მაგრამ მე ვერ ვუჩვენებ მას ამას. მე უნდა ვიყო ძლიერი, მე უნდა ვიყო მკაცრი. თუ მე ვუჩვენებ სისუსტეს, ისინი გამოიყენებენ ამას ჩემს წინააღმდეგ. ეს ჩანაწერი აჩვენებს, რომ სტალინი რეალურად უყვარდა თავისი ქალიშვილი, მაგრამ მისი პარანოია და მისი პოზიცია არ აძლევდა მას საშუალებას გამოეხატა ეს სიყვარული. სვეტლანა არასოდეს წაიკითხა ეს სიტყვები. იგი გარდაიცვალა იმის გაგებით, რომ მამა არასოდეს უყვარდა მას. მაგრამ იყო თუ არა ეს ჭეშმარიტება? შეეძლო კი დიქტატორს, რომელიც მოკლა მილიონები, რეალურად უყვარდეს ვინმე? სვეტლანას შვილები, იოსები, კატია და ოლგა ცხოვრობდნენ სხვადასხვა ქვეყანაში და თითქმის არ ესაუბრებოდნენ ერთმანეთს. იოსები დარჩა რუსეთში და გახდა ექიმი. კატია ცხოვრობდა რუსეთში და მუშაობდა მეცნიერად. ოლგა ცხოვრობდა ამერიკაში და ცდილობდა დისტანცირებას თავისი ოჯახის ისტორიისგან. ისინი იშვიათად საუბრობდნენ დედაზე, იშვიათად საუბრობდნენ ბაბუაზე. ისინი ცდილობდნენ ცხოვრება როგორც ჩვეულებრივი ადამიანები. არა როგორც სტალინის შთამომავლები. მაგრამ შეეძლო კი მათ ოდესმე გათავისუფლება ამ მემკვიდრეობისგან. შეეძლო კი მათ ოდესმე ცხოვრება უბრალოდ როგორც ადამიანებს, არა როგორც სტალინის შვილიშვილებს. დღეს, 10 წლეულების შემდეგ სვეტლანას გარდაცვალებიდან, მისი ისტორია კვლავ აღუევს დებატებს. ზოგიერთი ამბობს, რომ იგი იყო გმირი, რომელმაც გაბედა გაქცევა დიქტატურისგან და გახმაურება ჭეშმარიტება. სხვები ამბობენ, რომ იგი იყო ტრაგიკული ფიგურა, რომელმაც ვერასოდეს იპოვა თავისი ადგილი მსოფლიოში. კიდევ სხვები ამბობენ, რომ იგი იყო უბრალოდ ადამიანი, რომელიც ცდილობდა გადარჩენას უკიდურეს გარემოებებში. მაგრამ რა არის რეალური ჭეშმარიტება სვეტლანა ალილუევას შესახებ?
იყო თუ არა იგი მსხვერპლი თავისი მამის რეჟიმისა? იყო თუ არა იგი გმირი, რომელმაც გაბედა წინააღმდეგობა? თუ იყო იგი უბრალოდ ადამიანი, რომელიც ეძებდა სიყვარულს, გაგებას და მშვიდობას იმ სამყაროში, რომელიც არასოდეს მისცა მას ეს? სვეტლანა ალილუევას ისტორია არის ისტორია სიყვარულისა და ღალატის, თავისუფლებისა და პატიმრობის, ძიებისა და დაკარგვის შესახებ. ეს არის ისტორია ქალის შესახებ, რომელიც დაიბადა პრივილეგიაში, მაგრამ იცხოვრა ტრაგედიაში. ეს არის ისტორია ქალის შესახებ, რომელმაც გაბედა გაქცევა ყველაზე ძლიერი რეჟიმისგან მსოფლიოში, მაგრამ ვერასოდეს იპოვა რეალური თავისუფლება. ეს არის ისტორია ქალის შესახებ, რომელიც ცდილობდა გათავისუფლებას თავისი მამის ჩრდილისგან, მაგრამ ეს ჩრდილი მას მიჰყვებოდა ყველგან, სადაც არ უნდა წასულიყო. და ყველაზე მთავარი, ეს არის ისტორია იმის შესახებ, რომ ზოგჯერ ყველაზე რთული არ არის გაქცევა ფიზიკური პატიმრობისგან, არამედ გათავისუფლება ემოციური და ფსიქოლოგიური ტვირთისგან, რომელსაც ვატარებთ საკუთარ შიგნით. შეეძლო კი სვეტლანა ალილუევას ოდესმე რეალურად გათავისუფლება სტალინის ქალიშვილის როლისგან? თუ ეს იყო ბედი, რომელსაც იგი ატარებდა დაბადებიდან გარდაცვალებამდე, ამერიკაში სვეტლანას პირველი წიგნის გამოცემის შემდეგ დაიწყო რაღაც, რაც მას არასოდეს ელოდა, მსოფლიო ინტერესი არა მხოლოდ მისი მამის, არამედ მისი პირადი ცხოვრების მიმართ. გამომცემლები სთავაზობდნენ მას $1000 ახალი წიგნებისთვის, ჟურნალისტები ელოდნენ მის სახლის წინ, ფოტოგრაფები ცდილობდნენ მისი ყოველდღიური ცხოვრების დაფიქსირებას. სვეტლანა გრძნობდა თავს როგორც ცირკის ცხოველი, ყველას სურდა მისი ნახვა, მაგრამ არავის სურდა მისი რეალური გაგება. იგი იხსენებდა, რომ ერთ-ერთ ინტერვიუში ჟურნალისტმა ჰკითხა, როგორ გრძნობთ თავს, როდესაც იცით, რომ თქვენი მამა მოკლა 20 მილიონი ადამიანი? სვეტლანა დუმდა რამდენიმე წუთს და შემდეგ უპასუხა, მე ვგრძნობ თავს როგორც ადამიანი, რომელმაც დაკარგა მამა ბევრად ადრე, ვიდრე ის გარდაიცვალა. ეს პასუხი იყო ყველაზე გულწრფელი, რაც მან ოდესმე გასცა. მაგრამ ესმოდა თუ არა ვინმეს. რას ნიშნავდა ეს სიტყვები? ესმოდა თუ არა ვინმეს, რომ სვეტლანა არ იყო მხოლოდ სტალინის ქალიშვილი, არამედ ადამიანი, რომელსაც ჰქონდა საკუთარი ტკივილი, საკუთარი ტრაგედია, საკუთარი ძიება. 1969 წელს სვეტლანა დაწერა მეორე წიგნი, მხოლოდ ერთი წელი. ამ წიგნში იგი აღწერდა თავის ბოლო წელს საბჭოთა კავშირში, პერიოდს სტალინის გარდაცვალებიდან თავისი გაქცევამდე. იგი წერდა იმაზე, როგორ იცვლებოდა საბჭოთა საზოგადოება ხრუშჩოვის მმართველობის დროს, როგორ იხსნებოდა ხალხი შიშისგან, როგორ იწყებდნენ საუბარს იმაზე, რაზეც 10 წლეულების განმავლობაში დუმდნენ. მაგრამ სვეტლანა წერდა აგრეთვე იმაზე, რომ ეს გახსნა იყო ზედაპირული, ღრმად საბჭოთა სისტემა რჩებოდა იგივე, კონტროლირებული, რეპრესიული, შიშით გაჯერებული. იგი წერდა, რომ მისი გადაწყვეტილება გაქცევის შესახებ არ იყო იმპულსური, ეს იყო შედეგი წლების განმავლობაში დაგროვილი გამოცდილებისა. წლების განმავლობაში დაგროვილი იმედგაცრუებისა. წიგნში იყო ერთი პარაგრაფი, რომელიც განსაკუთრებით შთამბეჭდავი იყო, მე გავიქეცი არა იმიტომ, რომ მცულდა ჩემი ქვეყანა. მე გავიქეცი იმიტომ, რომ მე მცულდა ის, რაც ჩემი ქვეყანა გახდა ჩემი მამის ბრძანებით. ეს იყო განცხადება, რომელიც აჩვენებდა, რომ სვეტლანა კვლავ უყვარდა რუსეთი, რუსული კულტურა, რუსული ხალხი, მაგრამ არა საბჭოთა რეჟიმი. შეეძლო კი ვინმეს გაეგო ეს განსხვავება? ამერიკაში სვეტლანას ცხოვრება იყო სავსე კონტრასტებით. ერთი მხრივ მას ჰქონდა ფინანსური უსაფრთხოება, თავისუფლება გადაადგილებისა, შესაძლებლობა საუბრისა. მეორე მხრივ იგი გრძნობდა თავს მარტოდ, იზოლირებულად, გაუგებლად. მისი ამერიკელი მეგობრები ცდილობდნენ მის გაგებას, მაგრამ როგორ შეეძლოთ მათ გაეგოთ ადამიანი, რომელიც გაიზარდა კრემლში, რომელიც ხედავდა ისტორიას უშუალოდ, რომელიც იცოდა საიდუმლოებები, რომლებსაც მილიონები ადამიანები ვერასოდეს შეიტყობდნენ? სვეტლანა ხშირად ჯდა თავის ბინაში ნიუ-იორკში და უსმენდა რუსულ მუსიკას, ჩაიკოვსკის, რახმანინოს, შოსტაკოვიჩს. ეს მუსიკა მას აბრუნებდა სახლში, იმ სახლში, რომელიც აღარ არსებობდა, იმ სახლში, რომელიც იყო ერთდროულად მისი სამოთხე და მისი ჯოჯოხეთი. იგი ხშირად ტიროდა ამ მუსიკის მოსმენისას, არა იმიტომ, რომ ნატრობდა სტალინს ან საბჭოთა რეჟიმს, არამედ იმიტომ, რომ ნატრობდა იმ ნაწილს საკუთარი თავისა, რომელიც დარჩა იქ, რუსეთში, იმ ქვეყანაში, რომელიც იყო მისი სამშობლო. როგორ იცხოვრა ადამიანი, რომელიც არის ორ სამყაროს შორის და არც ერთში არ გრძნობს თავს სახლში? 1970-იან წლებში სვეტლანა იწყებს მუშაობას მესამე წიგნზე, მაგრამ ეს წიგნი არასოდეს დასრულდება. იგი წერს ფრაგმენტებს, მოგონებებს, ფილოსოფიურ ესეებს, მაგრამ ვერ ახერხებს მათ ერთიან ნარატივში გაერთიანებას. მისი გამომცემელი ამბობს, რომ მკითხველები ელიან კონკრეტულ ფაქტებს სტალინის შესახებ, არა ფილოსოფიურ განსჯებებს ცხოვრების აზრზე.
მაგრამ სვეტლანას აღარ სურს წერა მამაზე, მას სურს წერა საკუთარ თავზე, საკუთარ ძიებაზე, საკუთარ გზაზე. იგი წერს, ყველას სურს რომ მე ვიყო სტალინის ქალიშვილი. მაგრამ მე მინდა ვიყო უბრალოდ სვეტლანა, ადამიანი, რომელსაც აქვს საკუთარი აზრები, საკუთარი გრძნობები, საკუთარი ცხოვრება. ეს წერილი რჩება მის პირად არქივში და არასოდეს გამოქვეყნდება. მაგრამ ეს სიტყვები აჩვენებს, რომ სვეტლანა კვლავ იბრძოდა იმავე ბრძოლას, რომელსაც იბრძოდა მთელი თავისი ცხოვრება, ბრძოლას საკუთარი იდენტობისთვის, ბრძოლას უფლებისთვის იყო საკუთარი თავი. შეეძლო კი მას ოდესმე მოგება ამ ბრძოლაში. ქორწინება უილიამ პიტერსთან დასრულდა განქორწინებით 1973 წელს. სვეტლანა კვლავ იყო მარტო, კვლავ ეძებდა ადგილს, სადაც შეიძლებოდა მშვიდად ცხოვრება. იგი გადავიდა პრინსტონში, სადაც იქირავა პატარა სახლი უნივერსიტეტის მახლობლად. იქ იგი ცდილობდა ჩვეულებრივი ცხოვრების დაწყებას, დადიოდა ბიბლიოთეკაში, კითხულობდა, წერდა, ზრუნავდა ქალიშვილ ოლგაზე. მაგრამ ჟურნალისტები კვლავ ადევნებდნენ მას, კვლავ ეძებდნენ სკანდალებს, კვლავ ცდილობდნენ მისი პირადი ცხოვრების გახმაურებას. ერთ-ერთმა ჟურნალისტმა გამოაქვეყნა სტატია სათაურით სტალინის ქალიშვილი ცხოვრობს ამერიკულ პროვინციაში. სტატიაში აღწერილი იყო სვეტლანას ყოველდღიური ცხოვრება, როგორ დადიოდა იგი სუპერმარკეტში, როგორ ზრუნავდა ბაღზე, როგორ თამაშობდა ქალიშვილთან. ეს იყო ინვაზია მის პირად სივრცეში, ინვაზია, რომელსაც სვეტლანა ვერ აჩერებდა. იგი წერდა წერილს გაზეთის რედაქტორს, გთხოვთ, დამიტოვოთ მარტო. მე არ ვარ პოლიტიკური ფიგურა. მე ვარ უბრალოდ დედა, რომელიც ცდილობს ზრდის თავისი ქალიშვილი. მაგრამ ეს წერილი არასოდეს გამოქვეყნდა. როგორ შეეძლო სტალინის ქალიშვილს ოდესმე ჩვეულებრივი ცხოვრება? 1974 წელს, როდესაც სვეტლანა მიიღო გადაწყვეტილება დაბრუნების შესახებ საბჭოთა კავშირში, მისმა ამერიკელმა მეგობრებმა ცადეს მისი დარწმუნება, რომ ეს იყო შეცდომა. ისინი ამბობდნენ, რომ საბჭოთა ხელისუფლება გამოიყენებდა მას პროპაგანდისთვის, რომ იგი კვლავ იქნებოდა პატიმარი, რომ იგი დაკარგავდა ყველაფერს, რისთვისაც იბრძოდა. მაგრამ სვეტლანა არ უსმენდა. იგი ამბობდა, რომ მას სჭირდებოდა დაბრუნება, მას სჭირდებოდა ხილა თავისი შვილების, იოსების და კატიას, რომლებიც დარჩნენ მოსკოვში. იგი ამბობდა, რომ მას სჭირდებოდა რუსული ენა, რუსული კულტურა, რუსული ლანდშაფტი. მაგრამ იყო თუ არა ეს რეალური მიზეზი? თუ იყო რაღაც სხვა, იმედი, რომ იქ, რუსეთში, იგი იპოვიდა იმას, რასაც ამერიკაში ვერ იპოვა, გაგებას, მიღებას, ადგილს, სადაც შეიძლებოდა ყოფნა საკუთარი თავი. როდესაც სვეტლანა ჩამოფრინდა მოსკოვში, აეროპორტში მას შეხვდნენ საბჭოთა ჟურნალისტები, კამერები, ოფიციალური პირები. ისინი ამბობდნენ, რომ სვეტლანა დაბრუნდა სახლში, რომ იგი გააცნობიერა თავისი შეცდომა. მაგრამ სვეტლანას სახეზე არ იყო ბედნიერება, იყო დაღლილობა, იყო იმედგაცრუება, იყო გაგება იმისა, რომ იგი კვლავ გააკეთა არჩევანი, რომელიც არ იყო სწორი. მოსკოვში სვეტლანას მიეცა ბინა, მას დაუბრუნეს საბჭოთა მოქალაქეობა, მაგრამ მას არ მიეცა თავისუფლება. გბა კვირდებოდა მის ყოველ ნაბიჯს, ვისთან ხვდებოდა, რას საუბრობდა, რას კითხულობდა. მისი ტელეფონი იყო მოსმენილი, მისი წერილები იყო გახსნილი, მისი მეგობრები იყო გამოკითხული. სვეტლანა გრძნობდა თავს როგორც პატიმარი საკუთარ ქვეყანაში. იგი ხვდებოდა თავის შვილებს, იოსებს და კატიას, მაგრამ ეს შეხვედრები იყო დაძაბული, ფორმალური, ცივი. მისი შვილები გაიზარდნენ მის გარეშე, ისინი ჰქონდათ საკუთარი ცხოვრება, საკუთარი ოჯახები, საკუთარი პრობლემები. ისინი არ ესაჭიროებოდნენ დედას, რომელმაც მიატოვა ისინი და გაიქცა ამერიკაში. სვეტლანა გრძნობდა მათ გაბრაზებას, მათ უკმაყოფილებას, მათ დისტანციას. იგი ცდილობდა ახსნას. რატომ გააკეთა ის, რაც გააკეთა, მაგრამ სიტყვები არ გამოდიოდა. როგორ ახსნა შვილებს, რომ მათი დედა გაიქცა არა მათგან, არამედ საკუთარი წარსულისგან? როგორ ახსნა, რომ ზოგჯერ სიყვარული არ არის საკმარისი იმისთვის, რომ დარჩე? 2 წლის შემდეგ, 1976 წელს, სვეტლანა კვლავ გაიქცა. ამჯერად იგი წავიდა ინგლისში, სადაც მას მიეცა პოლიტიკური თავშესაფარი. საბჭოთა პრესა წერდა, რომ სვეტლანა იყო არასტაბილური, დაბნეული ადამიანი, რომელმაც დაკარგა გზა. მაგრამ იყო თუ არა ეს ჭეშმარიტება? თუ იყო სვეტლანა უბრალოდ ადამიანი, რომელიც ეძებდა ადგილს, სადაც შეიძლებოდა ყოფნა საკუთარი თავი, ადგილს, სადაც არ იქნებოდა სტალინის ქალიშვილი, არამედ უბრალოდ სვეტლანა. ინგლისიდან იგი გადავიდა ამერიკაში, შემდეგ კვლავ ევროპაში. იგი ცხოვრობდა ფრანგულ რივიერაზე, შემდეგ შვეიცარიაში, შემდეგ გერმანიაში. ყველგან იგი ცდილობდა იპოვა მშვიდობა. მაგრამ ყველგან მას მიჰყვებოდა მისი წარსული.
ჟურნალისტები აღმოაჩენდნენ მას, ფოტოგრაფები იღებდნენ მის სურათებს, გაზეთები წერდნენ სტატიებს სტალინის დაბნეული ქალიშვილის შესახებ. სვეტლანა იყო დაღლილი, იყო გაბრაზებული, იყო იმედგაცრუებული. იგი წერდა თავის დღიურში: მე ვცხოვრობ როგორც მოჩვენება, ყველა მხედავს, მაგრამ არავინ მხედავს რეალურად. ეს იყო ყველაზე ზუსტი აღწერა მისი ცხოვრებისა. შეეძლო კი ვინმეს ოდესმე რეალურად ხილვა სვეტლანა ალილუევა, არა როგორც სტალინის ქალიშვილი, არამედ როგორც ადამიანი. 1990-იან წლებში, როდესაც დაიშალა საბჭოთა კავშირი, სვეტლანას შვილები, იოსები და კატია, პირველად საჯაროდ ისაუბრეს დედაზე. ისინი მისცეს ინტერვიუები რუსულ გაზეთებს, სადაც აღწერდნენ თავიანთ ურთიერთობას დედასთან. იოსები ამბობდა: ჩემი დედა იყო ადამიანი, რომელიც ვერასოდეს იპოვა თავისი ადგილი. იგი ეძებდა რაღაცას, რაც არ არსებობდა სამყაროს. სადაც იგი არ იქნებოდა სტალინის ქალიშვილი. კატია ამბობდა: მე ვიცი, რომ ჩემი დედა მიყვარდა ჩვენ, მაგრამ მისი სიყვარული იყო რთული, დამახინჯებული მისი საკუთარი ტრაგედიით. ეს იყო პირველი ჯერ, როდესაც სტალინის შვილიშვილები საჯაროდ საუბრობდნენ თავიანთ ოჯახურ ისტორიაზე. მათი სიტყვები აჩვენებდა, რომ სვეტლანას ტრაგედია არ იყო მხოლოდ მისი პირადი, ეს იყო ოჯახური ტრაგედია, რომელიც გადაეცა თაობიდან თაობას. შეეძლო კი ოდესმე ამ ოჯახს გათავისუფლება სტალინის მემკვიდრეობისგან. ბოლო წლებში სვეტლანა ცხოვრობდა ვისკონსინში, პატარა ქალაქში, სადაც არავინ იცნობდა მას. იგი იყო უბრალოდ ხანდაზმული ქალი, რომელიც ცხოვრობდა მოკრძალებულ სახლში და თითქმის არ გამოდიოდა გარეთ. მისი მეზობლები ამბობდნენ, რომ იგი იყო თავაზიანი, მაგრამ დისტანცირებული. იგი არ საუბრობდა თავის წარსულზე, არ საუბრობდა თავის ოჯახზე, არ საუბრობდა რუსეთზე. იგი უბრალოდ ცხოვრობდა თავის მცირე სამყაროში, სადაც არავინ ეძებდა მას, არავინ აფიქსირებდა მას. არავინ სვამდა კითხვებს. ეს იყო მშვიდობა, რომელსაც იგი ეძებდა მთელი თავისი ცხოვრება. მაგრამ იყო თუ არა ეს რეალური მშვიდობა? თუ იყო ეს უბრალოდ დაღლილობა, კაპიტულაცია, გაგება იმისა, რომ ბრძოლა დასრულდა და იგი წააგო? 2011 წლის ნოემბერში, როდესაც სვეტლანა გარდაიცვალა, მისი ქალიშვილი ოლგა გამოაქვეყნა განცხადება: ჩემი დედა იყო ადამიანი, რომელიც ცხოვრობდა ექსტრემალურ გარემოებებში და ცდილობდა იპოვა თავისი გზა. იგი არ იყო სრულყოფილი, მაგრამ იგი იყო ძლიერი. ეს იყო ყველაზე ზუსტი ეპიტაფია სვეტლანა ალილუევასთვის. იგი არ იყო გმირი, არ იყო მსხვერპლი, იგი იყო უბრალოდ ადამიანი, რომელიც ცდილობდა გადარჩენას. დღეს, წლების შემდეგ სვეტლანას გარდაცვალებიდან, მისი ისტორია კვლავ აღვივებს კითხვებს. ისტორიკოსები იკვლევენ მის წერილებს, მის დღიურებს, მის ინტერვიუებს, ცდილობენ გაიგონ, ვინ იყო რეალურად ეს ქალი. ზოგიერთი ამბობს, რომ სვეტლანა იყო ტრაგიკული ფიგურა, რომელმაც ვერასოდეს იპოვა თავისი ადგილი. სხვები ამბობენ, რომ იგი იყო გმირი, რომელმაც გაბედა წინააღმდეგობა ერთ-ერთ ყველაზე რეპრესიულ რეჟიმს ისტორიაში. კიდევ სხვები ამბობენ, რომ იგი იყო უბრალოდ ადამიანი, რომელიც ცდილობდა ცხოვრებას საკუთარი პირობებით. მაგრამ ყველა თანხმდება ერთ რამეში: სვეტლანა ალილუევას ისტორია არის ისტორია იმის შესახებ, რომ ზოგჯერ ყველაზე რთული არ არის გაქცევა ფიზიკური პატიმრობისგან, არამედ გათავისუფლება ემოციური და ფსიქოლოგიური ტვირთისგან, რომელსაც ვატარებთ საკუთარ შიგნით. სვეტლანა ცდილობდა ამ გათავისუფლებას მთელი თავისი ცხოვრება, მაგრამ ის ბრძოლა იყო ძალიან რთული ერთი ადამიანისთვის. შეეძლო კი მას ოდესმე მოგება? თუ იყო ეს ბრძოლა, რომელიც დაიწყო მისი დაბადებით და დასრულდა მისი გარდაცვალებით, ბრძოლა, რომელშიც გამარჯვება იყო შეუძლებელი. არქივებში, რომლებიც გაიხსნა ბოლო 10 წლეულებში, იპოვეს დოკუმენტები, რომლებიც აჩვენებს, რომ გვაკვირდებოდა სვეტლანას თუნდაც ამერიკაში. ისინი ჰქონდათ აგენტები, რომლებიც აფიქსირებდნენ მის ყოველ ნაბიჯს, ყოველ შეხვედრას, ყოველ საუბარს. ერთ-ერთ დოკუმენტში წერია: სუბიექტი აჩვენებს ნიშნებს დეპრესიისა და იზოლაციისა. იგი იშვიათად გამოდის სახლიდან, იშვიათად ხვდება ადამიანებს. რეკომენდირებულია გაგრძელება დაკვირვებისა. ეს დოკუმენტი აჩვენებს, რომ სვეტლანა არასოდეს იყო რეალურად თავისუფალი, თუნდაც ამერიკაში, თუნდაც ათასობით კილომეტრის მოშორებით კრემლისგან, იგი კვლავ იყო დაკვირვებული, კვლავ იყო კონტროლირებული, კვლავ იყო პატიმარი. ეს იყო რეალობა, რომელშიც სვეტლანა ცხოვრობდა, რეალობა, სადაც გაქცევა იყო შეუძლებელი, სადაც თავისუფლება იყო ილუზია, სადაც მშვიდობა იყო მიუღწეველი. როგორ იცხოვრა ადამიანი ამ რეალობაში? როგორ შეინარჩუნა ადამიანი თავისი ადამიანურობა, თავისი ღირსება, თავისი იმედი? სვეტლანას ბოლო ინტერვიუში, რომელიც იგი მისცა 2010 წელს,
ჟურნალისტმა ჰკითხა, თუ შეგეძლოთ დაბრუნება წარსულში და შეცვლა რაიმე, რას შეცვლიდით, სვეტლანა დუმდა დიდხანს და შემდეგ უპასუხა, მე არ შევცვლიდი არაფერს. ყველაფერი, რაც მოხდა, გამაკეთა ის, ვინც ვარ. მე ვარ სვეტლანა ალილუევა, არა სტალინის ქალიშვილი, არამედ ადამიანი, რომელმაც გაიარა საკუთარი გზა, გააკეთა საკუთარი არჩევანი, იცხოვრა საკუთარი ცხოვრება. ეს იყო ყველაზე ძლიერი განცხადება, რომელიც სვეტლანამ ოდესმე გააკეთა. ეს იყო განცხადება იმის შესახებ, რომ იგი ბოლოს მიიღო საკუთარი თავი, მიიღო საკუთარი ისტორია, მიიღო საკუთარი არჩევანი. ეს იყო განცხადება იმის შესახებ, რომ იგი ბოლოს იპოვა იმას, რასაც ეძებდა მთელი თავისი ცხოვრება, მშვიდობას საკუთარ სულში. მაგრამ იყო თუ არა ეს რეალური მშვიდობა? თუ იყო ეს უბრალოდ დაღლილობის შედეგი, კაპიტულაცია, გაგება იმისა, რომ ბრძოლა დასრულდა? ჩვენ ვერასოდეს შევიტყობთ ამის პასუხს. მაგრამ ის, რაც ჩვენ ვიცით, არის ის, რომ სვეტლანა ალილუევა იყო ადამიანი, რომელიც ცდილობდა, იბრძოდა, ეძებდა და ეს თავისთავად არის ღირსეული პატივისცემისა. სვეტლანას გარდაცვალების შემდეგ მისი პირადი არქივი გადაეცა ბიბლიოთეკას პრინსტონის უნივერსიტეტში. ამ არქივში იყო ასობით წერილი, რომლებიც სვეტლანამ დაწერა, მაგრამ არასოდეს გაგზავნა. იყო წერილები მამისადმი, რომელიც გარდაიცვალა 95 წლის წინ. იყო წერილები დედისადმი, რომელიც გარდაიცვალა, როდესაც სვეტლანა 6 წლის იყო. იყო წერილები ალექსეი კაპლერისადმი, პირველი სიყვარულისადმი, რომელიც გაგზავნეს ბანაკში. იყო წერილები შვილებისადმი, რომლებთანაც ურთიერთობა იყო რთული და დისტანცირებული. ერთ-ერთ წერილში, რომელიც მიმართული იყო მამისადმი, სვეტლანა წერდა, მე ვცდილობდი გაგება იმისა, რატომ არ შეგიძლია მიყვარდე ისე, როგორც მე მჭირდებოდა. ახლა, 10 წლეულების შემდეგ მე ვიცი პასუხი, შენ არ იცოდი, როგორ უნდა გეყვარა. შენი მამა არ გასწავლა სიყვარული, შენი ცხოვრება არ გასწავლა სიყვარული. შენი ძალაუფლება არ გასწავლა სიყვარული. ეს წერილი აჩვენებს, რომ სვეტლანა ბოლოს გაიგო რაღაც ფუნდამენტური, რომ მისი მამა არ იყო უბრალოდ სასტიკი დიქტატორი, არამედ ადამიანი, რომელიც თავად იყო დაზიანებული, დამახინჯებული, უნარო ნორმალური ემოციური კავშირისა. შეეძლო კი ამ გაგებამ მშვიდობის მიცემა სვეტლანას? თუ იყო ეს უბრალოდ კიდევ ერთი ცდა რაციონალიზაციისაც და იმისა, რომ გაეგო გაუგებარი. ისტორიკოსები, რომლებმაც შეისწავლეს სვეტლანას არქივი, აღმოაჩინეს კიდევ ერთი საინტერესო დოკუმენტი, დღიური, რომელიც სვეტლანამ აწარმოა 1952 წლიდან 1955 წლამდე. ამ დღიურში იგი აღწერდა თავის ყოველდღიურ ცხოვრებას კრემლში, თავის აზრებს, თავის შიშებს, თავის იმედებს. ერთ-ერთ ჩანაწერში დათარიღებული 1952 წლის დეკემბრით სვეტლანა წერდა, დღეს მამა მიხედავდა ისე, როგორც არასოდეს ადრე, თითქოს მე ვიყავი უცხო ადამიანი. მისი თვალები იყო ცარიელი, ცივი, შორეული. მე ვიცი, რომ ის ფიქრობს რაღაცაზე საშინელზე, რაღაცაზე, რაც მალე მოხდება. მე მეშინია მისთვის და მეშინია მისგან. ეს ჩანაწერი გაკეთდა რამდენიმე თვით ადრე, ვიდრე დაიწყო ცნობილი ჰექიმთა საქმე რეპრესიები იმ ექიმების წინააღმდეგ, რომლებიც მკურნალობდნენ საბჭოთა ელიტას. სვეტლანა გრძნობდა, რომ რაღაც საშინელი მოდიოდა, მაგრამ ვერ იცოდა რა. როგორ იცხოვრა ადამიანი, რომელიც გრძნობს საფრთხეს, მაგრამ ვერ ხედავს მის წყაროს? როგორ იცხოვრა ადამიანი, რომელიც იცის, რომ მისი მამა არის ადამიანი, რომელსაც შეუძლია ყველაფრის გაკეთება, მათ შორის საკუთარი ოჯახის წევრების დასჯა? დღიურში იყო აგრეთვე ჩანაწერები სვეტლანას ურთიერთობის შესახებ ძმასთან ვასილისთან. ვასილი იყო სტალინის ერთადერთი გადარჩენილი ვაჟი, რომელიც გახდა საჰაერო ძალების გენერალი. მაგრამ ვასილი იყო ალკოჰოლიკი, არასტაბილური, ხშირად აგრესიული. სვეტლანა წერდა, ვასილი ცდილობს გაქცევას მამის ჩრდილისგან ალკოჰოლის საშუალებით. მე ვცდილობ გაქცევას წიგნების საშუალებით. ჩვენ ორივე ვიცით, რომ ეს არის უიმედო, მაგრამ ჩვენ ვაგრძელებთ ცდას. ეს ჩანაწერი აჩვენებს, რომ სტალინის შვილები იცოდნენ, რომ ისინი იყვნენ პატიმრები საკუთარი გვარისა, პატიმრები საკუთარი მამის მემკვიდრეობისა. ვასილი გარდაიცვალა 1961 წელს, 54 წლის ასაკში, ალკოჰოლიზმისგან. სვეტლანა არ დაესწრო მის დაკრძალვას, იგი იყო უკვე ამერიკაში. მაგრამ როდესაც მან შეიტყო ძმის გარდაცვალების შესახებ, იგი წერდა თავის დღიურში, ვასილი გაიქცა ბოლოს. მან იპოვა თავისუფლება, რომელსაც ჩვენ ორივე ვეძებდით. მე კვლავ ვარ აქ, კვლავ ვეძებ, კვლავ ვცდილობ. რას ნიშნავდა ეს სიტყვები? იყო თუ არა სვეტლანა ეჩვიანი ძმის გარდაცვალების მიმართ? თუ იყო ეს უბრალოდ გამოხატვა იმ ტკივილისა, რომელიც იგი გრძნობდა, როდესაც კარგავდა ერთადერთ ადამიანს?
რომელიც რეალურად ესმოდა მისი ტრაგედია. 1990-იან წლებში, როდესაც გაიხსნა საბჭოთა არქივები, ისტორიკოსებმა იპოვეს დოკუმენტები, რომლებიც აჩვენებდა, რომ სტალინი რეალურად გეგმავდა სვეტლანას ქორწინებას კონკრეტულ ადამიანზე, ახალგაზრდა პარტიულ ფუნქციონერზე, რომელიც იყო ლოიალური, კონტროლირებადი, სწორი წარმოშობის. ეს გეგმა არასოდეს განხორციელდა, რადგან სტალინი გარდაიცვალა ადრე. მაგრამ ეს დოკუმენტები აჩვენებს, რომ სტალინი აკონტროლებდა თუნდაც თავისი ქალიშვილის პირად ცხოვრებას, თუნდაც მის ქორწინებას, თუნდაც მის სიყვარულს. სვეტლანა არასოდეს შეიტყო ამ გეგმის შესახებ, იგი გარდაიცვალა 10 წლით ადრე, ვიდრე ეს დოკუმენტები გახდა საჯარო. მაგრამ თუ იცოდა, რას იფიქრებდა, რას გრძნობდა, როდესაც გაიგებდა, რომ თუნდაც მისი ქორწინებები, რომლებიც მას ეჩვენებოდა როგორც პირადი არჩევანი, რეალურად იყო კონტროლირებული, მანიპულირებული. დაგეგმილი მამის მიერ. შეეძლო კი მას ოდესმე გათავისუფლება ამ კონტროლისგან, თუნდაც მამის გარდაცვალების შემდეგ. ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო აღმოჩენა სვეტლანას არქივში იყო წერილები, რომლებიც მან მიიღო ალექსეი კაპლერისგან ბანაკიდან. ეს წერილები არასოდეს მიაღწია სვეტლანას, ისინი იყო ჩამორთმეული კბის მიერ და შენახული საიდუმლო არქივში. წერილებში კაპლერი წერდა თავის ცხოვრებაზე ბანაკში, თავის იმედებზე, თავის სიყვარულზე სვეტლანას მიმართ. ერთ-ერთ წერილში, დათარიღებული 1945 წლით, კაპლერი წერდა: სვეტლანა, მე ვიცი, რომ შენ არასოდეს წაიკითხავ ამ წერილს. მე ვიცი, რომ ისინი არასოდეს გაგზავნიან მას შენთან. მაგრამ მე ვწერ, რადგან ეს არის ერთადერთი რამ, რაც მე შემიძლია, შენთან საუბარი, თუნდაც ამ გზით. მე კვლავ გიყვარვარ, კვლავ მახსოვხარ, კვლავ მიმაჩნია, რომ ჩვენი შეხვედრა იყო ყველაზე ლამაზი რამ, რაც ოდესმე მომხდარა ჩემს ცხოვრებაში. ეს წერილი აჩვენებს, რომ კაპლერი არასოდეს დაივიწყა სვეტლანა, არასოდეს შეწყვიტა მისი სიყვარული, თუნდაც ბანაკში, თუნდაც უკიდურეს პირობებში. სვეტლანა არასოდეს წაიკითხა ეს სიტყვები. იგი გარდაიცვალა იმის გაგებით, რომ კაპლერი შესაძლოა დაივიწყა მას, შესაძლოა გააბრაზა მას, შესაძლოა დაადანაშაულა მას თავის ბედისთვის. მაგრამ რეალობა იყო სხვა, კაპლერი არასოდეს დაივიწყა, არასოდეს შეწყვიტა სიყვარული. როგორ შეცვლიდა ეს ცოდნა სვეტლანას ცხოვრებას, თუ მან იცოდა ეს? 1954 წელს, 5 წლის შემდეგ მისი დაპატიმრებიდან, ალექსეი კაპლერი გათავისუფლდა ბანაკიდან. იგი დაბრუნდა მოსკოვში და განაგრძო მუშაობა კინოში. მან ცადა სვეტლანასთან დაკავშირება, მაგრამ კბა აკონტროლებდა ყველა მის ნაბიჯს. ყოველი მცდელობა სვეტლანასთან შეხვედრისა იყო დაბლოკილი. კაპლერმა იცოდა, რომ თუ ის გააგრძელებდა ცდას, ის კვლავ დააპატიმრებდნენ. ამიტომ მან შეწყვიტა. მან დაქორწინდა სხვა ქალზე, ჰყავდა შვილები. განაგრძო კარიერა. მაგრამ მისი მეგობრები ამბობდნენ, რომ კაპლერი არასოდეს დაივიწყა სვეტლანა, არასოდეს შეწყვიტა მისი სიყვარული. ის გარდაიცვალა 1999 წელს, 81 წლის ასაკში. სვეტლანა იმ დროს ცხოვრობდა ამერიკაში და არ იცოდა კაპლერის გარდაცვალების შესახებ. ისინი არასოდეს შეხვდნენ კვლავ, არასოდეს ესაუბრნენ კვლავ, არასოდეს გაიგეს, რომ ორივე კვლავ ინახავდა იმ სიყვარულს, რომელიც დაიწყო 1954 წელს. ეს იყო ტრაგედია, რომელიც არასოდეს დასრულდა, სიყვარული, რომელიც არასოდეს მოკვდა, ისტორია, რომელსაც არასოდეს ჰქონია ბედნიერი დასასრული. რატომ ხდება ასე, რომ ზოგჯერ ყველაზე ძლიერი სიყვარული არის ის, რომელსაც არასოდეს აქვს შანსი რეალიზაციისა? სვეტლანას შვილიშვილები, იოსების და კატიას შვილები, დღეს ცხოვრობენ რუსეთში და თითქმის არ საუბრობენ თავიანთ ოჯახურ ისტორიაზე. ისინი იცნობენ სტალინის გვარს, მაგრამ ცდილობენ დისტანცირებას მისგან. ისინი არიან ჩვეულებრივი ადამიანები, ექიმები, მასწავლებლები, ინჟინრები, რომლებიც ცხოვრობენ ჩვეულებრივ ცხოვრებას. მაგრამ ისინი იცნობენ, რომ მათი გვარი ატარებს წონას, ატარებს ისტორიას, ატარებს ტრაგედიას. ერთ-ერთმა მათგანმა, რომელმაც მისცა ანონიმური ინტერვიუ რუსულ გაზეთს, თქვა: ჩვენ ვცხოვრობთ ჩრდილში, რომელიც გადაეცა 4 თაობით. ჩვენი დიდი ბაბუა იყო ადამიანი, რომელმაც შეცვალა ისტორია, მაგრამ ამავე დროს გაანადგურა მილიონები. ჩვენი ბებია იყო ქალი, რომელმაც ცადა გაქცევა ამ მემკვიდრეობისგან, მაგრამ ვერასოდეს შეძლო. ჩვენ ვცდილობთ ცხოვრებას როგორც ჩვეულებრივი ადამიანები, მაგრამ ეს ჩრდილი მუდმივად არის აქ. ეს სიტყვები აჩვენებს, რომ სტალინის მემკვიდრეობა არ არის მხოლოდ პოლიტიკური ან ისტორიული, ეს არის პირადი, ოჯახური, ემოციური მემკვიდრეობა, რომელიც გადაეცა თაობიდან თაობას. შეეძლო კი ოდესმე ამ ოჯახს გათავისუფლება ამ მემკვიდრეობისგან. თუ ეს არის ბედი, რომელიც მათ ატარებენ სამუდამოდ,
2021 წელს 10 წლის შემდეგ სვეტლანას გარდაცვალებიდან რუსეთის მთავრობამ გახსნა ახალი არქივები, რომლებიც შეიცავდა დოკუმენტებს სტალინის ოჯახის შესახებ. ამ დოკუმენტებში იყო მედიცინური ჩანაწერები, რომლებიც აჩვენებდა, რომ სტალინი ტანჯავდა სერიოზული ფსიქიკური პრობლემებით ბოლო წლებში, პარანოია, დეპრესია, შესაძლოა თუნდაც დემენცია. იყო აგრეთვე დოკუმენტები, რომლებიც აჩვენებდა, რომ სტალინის ექიმები ურჩევდნენ მას დასვენებას, მკურნალობას, თუნდაც გადადგომას, მაგრამ სტალინი უარს ამბობდა. ერთ-ერთ დოკუმენტში დათარიღებული 1952 წლით ექიმი წერდა, პაციენტი აჩვენებს ნიშნებს სერიოზული ფსიქიკური დაავადებისა. ის ეჭვობს ყველას, ხედავს მტრებს ყველგან, ვერ ძინავს, ვერ ჭამს. რეკომენდირებულია სრული დასვენება და ფსიქიატრიული მკურნალობა. ეს დოკუმენტი არასოდეს მიაღწია სტალინს, მისი თანაშემწეები მალავდნენ მას. ეშინოდათ მისი რეაქციისა. მაგრამ ეს დოკუმენტი აჩვენებს, რომ სტალინი ბოლო წლებში იყო არა მხოლოდ სასტიკი დიქტატორი, არამედ ავად ადამიანი, რომელიც ტანჯავდა, ადამიანი, რომელსაც სჭირდებოდა დახმარება. სვეტლანა არასოდეს იცოდა ამის შესახებ. როგორ შეცვლიდა ეს ცოდნა მის გაგებას მამის მიმართ? შეეძლო კი მას უფრო მეტი თანაგრძნობა, უფრო მეტი გაგება, უფრო მეტი პატიება. დღეს, 10 წლეულების შემდეგ სვეტლანას გარდაცვალებიდან, მისი ისტორია კვლავ არის აქტუალური. ფსიქოლოგები იყენებენ მის შემთხვევას როგორც მაგალითს იმისა, როგორ გავლენას ახდენს ტრავმატული ბავშვობა ზრდასრული ცხოვრების ყველა ასპექტზე. ისტორიკოსები იყენებენ მის მოგონებებს როგორც წყაროს სტალინის პირადი ცხოვრების შესახებ. ფემინისტები იყენებენ მის ისტორიას როგორც მაგალითს იმისა, როგორ ებრძვიან ქალები პატრიარქალურ სისტემებს. პოლიტიკური მეცნიერები იყენებენ მის გაქცევას როგორც მაგალითს იმისა, როგორ ებრძვიან ინდივიდები ტოტალიტარულ რეჟიმებს. მაგრამ ყველაზე მთავარი სვეტლანას ისტორია არის უნივერსალური ისტორია იმის შესახებ, როგორ ეძებს ადამიანი თავის ადგილს მსოფლიოში, როგორ ებრძვის ადამიანი საკუთარ წარსულს, როგორ ცდილობს ადამიანი იყოს საკუთარი თავი იმ სამყაროში, რომელიც მუდმივად ცდილობს მის განსაზღვრას, მის კატეგორიზაციას, მის შეზღუდვას. ეს არის ისტორია, რომელიც რეზონანსს იწვევს ყველა ადამიანში, რომელიც ოდესმე გრძნობდა თავს იზოლირებულად, გაუგებლად და კარგულად. ეს არის ისტორია, რომელიც გვასწავლის, რომ ზოგჯერ ყველაზე რთული ბრძოლა არის არა ბრძოლა გარე მტრებთან, არამედ ბრძოლა შიდა დემონებთან, ბრძოლა საკუთარ წარსულთან, ბრძოლა საკუთარ შიშებთან. სვეტლანა ალილუევას ბოლო სიტყვები, რომლებიც ჩაწერილია მის ბოლო ინტერვიუში, იყო: მე ვიცხოვრე ცხოვრება, რომელიც არავის სურდა. მე ვიყავი ადამიანი, რომელიც არავის სურდა ყოფილიყავი. მე ვიბრძოდი ბრძოლებში, რომლებიც არავის სურდა მებრძოლა. მაგრამ მე ვიცხოვრე. მე ვიბრძოდი. მე ვიყავი. და ეს არის ერთადერთი რამ, რაც რეალურად მნიშვნელოვანია. ეს სიტყვები არის ყველაზე ძლიერი დასკვნა სვეტლანას ცხოვრებისა. ეს არის განცხადება იმის შესახებ, რომ მიუხედავად ყველა ტრაგედიისა, ყველა ტკივილისა, ყველა დაკარგვისას, სვეტლანა ალილუევა იცხოვრა, იბრძოდა, იყო და ეს თავისთავად არის გამარჯვება. ეს არის გამარჯვება არა იმ გაგებით, რომ იგი მიაღწია ყველაფერს, რაც სურდა, არამედ იმ გაგებით, რომ იგი არასოდეს შეწყვიტა ცდა, არასოდეს შეწყვიტა ბრძოლა, არასოდეს შეწყვიტა ძიება. და ალბათ ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი გაკვეთილი, რომელიც ჩვენ შეგვიძლია ავიღოთ სვეტლანა ალილუევას ცხოვრებიდან, რომ ცხოვრება არის არა დანიშნულების შესახებ, არამედ მოგზაურობის შესახებ, არა შედეგის შესახებ, არამედ პროცესის შესახებ, არა იმის შესახებ, თუ სად მივაღწიეთ, არამედ იმის შესახებ, თუ როგორ ვიცხოვრეთ გზაზე. 1990-იან წლებში, როდესაც საბჭოთა კავშირი დაიშალა და რუსეთი შევიდა ახალ ეპოქაში, სვეტლანას სახელი კვლავ გამოჩნდა რუსულ მედიაში. ახალგაზრდა ჟურნალისტები, რომლებიც გაიზარდნენ უკვე სხვა დროში, ცდილობდნენ გაეგოთ, ვინ იყო ეს ქალი, რომელმაც გაბედა გაქცევა საბჭოთა კავშირიდან ცივი ომის მწვერვალზე. რუსულმა ტელევიზიამ გააკეთა დოკუმენტური ფილმი სვეტლანას შესახებ, სადაც ინტერვიუები მისცეს მისმა ყოფილმა მეგობრებმა, კოლეგებმა, ნათესავებმა. ერთ-ერთი მათგანი, ყოფილი უნივერსიტეტის მეგობარი იხსენებდა, სვეტლანა იყო ადამიანი, რომელიც ყოველთვის ეძებდა რაღაცას, რაც არ არსებობდა, ადგილს, სადაც იგი იქნებოდა უბრალოდ სვეტლანა, არა სტალინის ქალიშვილი. იგი კითხულობდა ფილოსოფიას, პოეზიას, ეძებდა პასუხებს კითხვებზე, რომლებსაც ჩვენ, ჩვეულებრივი ადამიანები, ვერასოდეს ვსვამდით. კიდევ ერთი მეგობარი ამბობდა, როდესაც სვეტლანამ გაიქცა ამერიკაში. ჩვენ ყველანი ვიყავით შოკში. მაგრამ ამავე დროს ჩვენ ვიცოდით, რომ ეს იყო ერთადერთი გზა მისთვის, თუ იგი დარჩებოდა, იგი მოკვდებოდა შიგნიდან ნელა მტკივნეულად. ეს მოგონებები აჩვენებს, რომ სვეტლანას გარშემო მყოფი ადამიანები ესმოდათ მისი ტრაგედია, ესმოდათ მისი ძიება, ესმოდათ მისი ტკივილი.
მაგრამ შეეძლოთ კი მათ რეალურად დახმარება? შეეძლოთ კი მათ რაიმე გაკეთება იმისთვის, რომ სვეტლანა იპოვა ის, რასაც ეძებდა? 2006 წელს ამერიკულმა ჟურნალისტმა მიიღო ინტერვიუ სვეტლანასგან, რომელიც გახდა მისი ბოლო დიდი ინტერვიუ. ამ ინტერვიუში სვეტლანა საუბრობდა თავის ცხოვრებაზე, თავის არჩევანზე, თავის შეცდომებზე. ჟურნალისტმა ჰკითხა, თუ შეგეძლოთ დაბრუნება 1967 წელში და გადაწყვეტილების შეცვლა, დარჩებოდით თუ არა საბჭოთა კავშირში? სვეტლანა უპასუხა, ეს არის კითხვა, რომელსაც მე ვსვამ საკუთარ თავს ყოველდღე ბოლო 50 წლის განმავლობაში. და პასუხი არის, არა. მე არ დავრჩებოდი. რადგან თუ მე დავრჩებოდი, მე არ ვიქნებოდი მე. მე ვიქნებოდი ის, ვინც მათ სურდათ ყოფილიყავი, სტალინის ქალიშვილი, სიმბოლო, ფიგურა, არა ადამიანი. ეს პასუხი იყო ყველაზე გულწრფელი, რაც სვეტლანამ ოდესმე გასცა. ეს იყო აღიარება იმისა, რომ მისი გაქცევა იყო არა პოლიტიკური აქტი, არამედ პირადი აქტი, აქტი თვითშენარჩუნებისა, აქტი თვითგანსაზღვრისა. მაგრამ ღირდა კი ეს გადაწყვეტილება იმ ფასს, რომელიც სვეტლანამ გადაიხადა, დაკარგა შვილები, დაკარგა სამშობლო, დაკარგა იდენტობა. ინტერვიუში სვეტლანა საუბრობდა აგრეთვე თავის ურთიერთობაზე შვილებთან. იგი ამბობდა, ჩემი ყველაზე დიდი სინანული არის ის, რომ მე ვერ ვიყავი ის დედა, რომელიც მათ სჭირდებოდათ. მე ვცდილობდი, მაგრამ ჩემი საკუთარი ტრაგედია იყო ძალიან დიდი, ძალიან მძიმე. მე ვერ შევძელი მისი დატოვება იმისთვის, რომ სრულად ყოფილიყავი მათთვის. ეს სიტყვები აჩვენებს, რომ სვეტლანა აცნობიერებდა თავის შეცდომებს, აცნობიერებდა თავის უნარობას იყოს ის დედა, რომელიც მისი შვილები იმსუქებდნენ. მაგრამ ეს აცნობიერება მოვიდა ძალიან გვიან, მაშინ, როდესაც შვილები უკვე გაიზარდნენ, როდესაც ურთიერთობები უკვე დაზიანდა, როდესაც დრო უკვე გავიდა. შეეძლო კი სვეტლანას რაიმე სხვაგვარად მოქცევა. შეეძლო კი მას ყოფნა ერთდროულად ის, ვინც იგი იყო და ის დედა, რომელიც მისი შვილები სჭირდებოდათ? თუ ეს იყო შეუძლებელი არჩევანი, რომელშიც ყოველთვის ვინმე კარგავდა? ბოლო წლებში სვეტლანა წერდა მემუარებს, რომლებიც არასოდეს გამოქვეყნდა. ეს იყო ფრაგმენტები, მოგონებები, ფილოსოფიური განსჯები. ერთ-ერთ ფრაგმენტში იგი წერდა, ცხოვრება არის არა ის, რაც გვემართება, არამედ ის, როგორ ვპასუხობთ იმას, რაც გვემართება. ჩემს ცხოვრებაში მომხდარა ბევრი რამ, რაც არ უნდა მომხდარიყო. მაგრამ ჩემი პასუხები იყო ჩემი, არა ჩემი მამის. არა საბჭოთა ხელისუფლების, არა ამერიკული საზოგადოების. ჩემი პასუხები იყო ჩემი და ეს არის ერთადერთი რამ, რაზეც მე მაქვს კონტროლი. ეს სიტყვები აჩვენებს, რომ სვეტლანა ბოლოს მივიდა გარკვეულ მშვიდობასთან, არა იმ გაგებით, რომ იგი იყო კმაყოფილი თავისი ცხოვრებით, არამედ იმ გაგებით, რომ იგი მიიღო თავისი არჩევანი, მიიღო თავისი შედეგები, მიიღო თავისი ბედი. ეს იყო მშვიდობა, რომელიც მოდის არა გარემოებებიდან, არამედ შიდა მიღებიდან. შეეძლო კი ამ მშვიდობამ კომპენსაცია გაეკეთებინა ყველა იმ ტკივილისთვის, ყველა იმ დაკარგვისთვის, ყველა იმ მარტოობისთვის, რომელიც სვეტლანამ განიცადა. 2011 წლის ნოემბერში, როდესაც სვეტლანა გარდაიცვალა, მისი გარდაცვალების ამბავი გავრცელდა მთელ მსოფლიოში. გაზეთები წერდნენ ნეკროლოგებს, ტელევიზიები აკეთებდნენ სპეციალურ გადაცემებს, ისტორიკოსები აძლევდნენ კომენტარებს. მაგრამ ყველაზე საინტერესო იყო რეაქციები ჩვეულებრივი ადამიანებისგან, რომლებმაც წაიკითხეს სვეტლანას წიგნები, ადამიანებისგან, რომლებმაც გაიგეს მისი ისტორია, ადამიანებისგან, რომლებმაც იპოვეს რაღაც საკუთარ თავში სვეტლანას ცხოვრებაში. ერთ-ერთი მკითხველი წერდა, სვეტლანა ალილუევას ისტორია არის ჩემი ისტორია, ისტორია ადამიანისა, რომელიც ეძებს თავის ადგილს, რომელიც ებრძვის საკუთარ წარსულს, რომელიც ცდილობს იყოს საკუთარი თავი. მადლობა სვეტლანა იმისთვის, რომ გვიჩვენე, რომ ეს ბრძოლა ღირს. კიდევ ერთი წერდა, სვეტლანა არ იყო სრულყოფილი, მაგრამ ვინ არის? იგი იყო ადამიანი, რომელიც ცდილობდა, იბრძოდა, ეძებდა. და ეს არის ყველაფერი, რაც ჩვენ შეგვიძლია გავაკეთოთ. ეს რეაქციები აჩვენებს, რომ სვეტლანას ისტორია არის უნივერსალური ისტორია, რომელიც რეზონანსს იწვევს ყველა ადამიანში, რომელიც ოდესმე გრძნობდა თავს დაკარგულად, გაუგებლად, მარტოდ. დღეს, 10 წლეულების შემდეგ სვეტლანას გარდაცვალებიდან, მისი მემკვიდრეობა კვლავ არის საკამათო. ზოგიერთი ისტორიკოსი ამბობს, რომ სვეტლანა იყო გმირი, რომელმაც გაბედა წინააღმდეგობა ერთ-ერთ ყველაზე რეპრესიულ რეჟიმს ისტორიაში. სხვები ამბობენ, რომ იგი იყო ტრაგიკული ფიგურა, რომელმაც ვერასოდეს იპოვა თავისი ადგილი. კიდევ სხვები ამბობენ, რომ იგი იყო უბრალოდ ადამიანი, რომელიც ცდილობდა გადარჩენას ექსტრემალურ გარემოებებში.
მაგრამ ყველა თანხმდება ერთ რამეში, სვეტლანა ალილუევას ისტორია არის ისტორია, რომელიც ღირს მოსმენისა, ღირს გაგებისა, ღირს დამახსოვრებისა. ეს არის ისტორია იმის შესახებ, რომ ზოგჯერ ყველაზე რთული არ არის გაქცევა ფიზიკური პატიმრობისგან, არამედ გათავისუფლება ემოციური და ფსიქოლოგიური ტვირთისგან. ეს არის ისტორია იმის შესახებ, რომ ოჯახური ტრაგედია შეიძლება გადაეცეს თაობიდან თაობას, მაგრამ ყოველ თაობას აქვს არჩევანი, გააგრძელოს ეს ტრაგედია თუ შეეცადოს მისი შეწყვეტა. ეს არის ისტორია იმის შესახებ, რომ სიყვარული, თუნდაც დაკარგული სიყვარული, არასოდეს რეალურად კვდება, ის რჩება გულში, მეხსიერებაში. სულში. სვეტლანა ალილუევას საფლავი მდებარეობს პატარა სასაფლაოზე ვისკონსინში. ეს არის მოკრძალებული საფლავი, უბრალო ქვის ფილით, რომელზეც წერია მხოლოდ მისი სახელი და თარიღები. არ არის აღნიშნული, რომ იგი იყო სტალინის ქალიშვილი. არ არის აღნიშნული, რომ იგი იყო ადამიანი, რომელმაც გაბედა გაქცევა საბჭოთა კავშირიდან. არ არის აღნიშნული, რომ იგი იყო ავტორი, რომელმაც დაწერა წიგნები, რომლებმაც შეძრა მსოფლიო. არის მხოლოდ სახელი, სვეტლანა ალილუევა და თარიღები. ეს არის ზუსტად ის, რაც სვეტლანა სურდა, იყოს დამახსოვრებული როგორც უბრალოდ სვეტლანა, არა როგორც სტალინის ქალიშვილი. მაგრამ შეიძლება კიდევ მე ადამიანი, რომელიც დაიბადა ასეთ პოზიციაში, რეალურად იყოს უბრალოდ საკუთარი თავი. შეიძლება კიდევ მე ადამიანი, რომელიც ატარებს ასეთ მემკვიდრეობას, რეალურად გათავისუფლდეს მისგან. ეს არის კითხვები, რომლებზეც პასუხი არასოდეს იქნება ერთმნიშვნელოვანი. მაგრამ ის, რაც ჩვენ ვიცით, არის ის, რომ სვეტლანა ალილუევა ცდილობდა მთელი თავისი ცხოვრება, ცდილობდა ბოლოს უთქვამდე, ცდილობდა იმედის წინააღმდეგ. და ეს თავისთავად არის ღირსეული პატივისცემისა, დამახსოვრებისა, აღიარებისა. ბოლო სიტყვები, რომლებიც სვეტლანამ თქვა თავის ქალიშვილ ოლგასთან, იყო: მე ვიცხოვრე ცხოვრება, რომელიც არავის სურდა. მაგრამ ეს იყო ჩემი ცხოვრება. და მე ვარ მშვიდი. ეს სიტყვები არის ყველაზე ძლიერი დასკვნა სვეტლანა ალილუევას ცხოვრებისა. ეს არის განცხადება იმის შესახებ, რომ მიუხედავად ყველა ტრაგედიისა, ყველა ტკივილისა, ყველა დაკარგვისა, სვეტლანა ბოლოს იპოვა ის, რასაც ეძებდა მთელი თავისი ცხოვრება, მშვიდობა საკუთარ სულში. ეს არის მშვიდობა, რომელიც მოდის არა გარე მოებებიდან, არამედ შიდა მიღებიდან, შიდა გაგებიდან, შიდა პატიებიდან. ეს არის მშვიდობა, რომელიც ღირს ყველა იმ ბრძოლისა, ყველა იმ ტანჯვისა, ყველა იმ ძიებისა. და ალბათ ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი გაკვეთილი, რომელიც ჩვენ შეგვიძლია ავიღოთ სვეტლანა ალილუევას ცხოვრებიდან, რომ მშვიდობა არის არა ის, რაც გვხვდება, არამედ ის, რასაც ვქმნით საკუთარ შიგნით, რომ თავისუფლება არის არა ის, სადაც ვართ, არამედ ის, ვინ ვართ, რომ ბედნიერება არის არა ის, რაც გვაქვს, არამედ ის, როგორ ვცხოვრობთ. სვეტლანა ალილუევა იცხოვრა, იბრძოდა, ეძებდა და ბოლოს იპოვა. და ეს არის ყველაფერი, რაც რეალურად მნიშვნელოვანია.